დამწყების საწარმოების იგივე სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის გაცნობის მიზნით ტექნოპარკში მორიგი ღიაკარის დღე გაიმართა. სტარტაპ საქართველოს დირექტორმა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ტექნოპარკში შეკრებილი საზოგადოების კითხვებს უპასუხეს. პროგრამის ფარგლებში 150-ზე მეტი ბიზნეს იდეაა წარდგენილი. დიდი ნაწილი რეგიონებიდან. პროექტში გამარჯვებული სექტემბერში კონკურსის წესით შეირჩევა. უნიკალური მაღალ ტექნოლოგიურ ინოვაციურ იდეას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 100,000 ლარით დააფინანსებს. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 31 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. სააგენტო უშუალოდ ახორციელებს და დააფინანსებს მაღალ ტექნოლოგიურ სტარტაპებს. ამ მიმართულებით არის განსაზღვრული 2 მილიონი ლარი. წარმატება უკვე აღინიშნება იმითი, რომ 156 განაცხადი შემოვიდა მაღალ ტექნოლოგიურ სტარტაპების შემთხვევაში. ძალიან საინტერესო პროექტებია, რაც აჩვენებს, რომ ინტერესი ამ პროგრამის მიმართ არის დიდი. შეაფასებს კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საკმაოდ კომპეტენტური ექსპერტებით. ერთი პროექტის ბიუჯეტი, ერთი განაცხადის ჩვენგან დაფინანსებული შეიძლება იყოს მაქსიმუმ 100,000 ლარი, თორემ ჯამური ბიუჯეტი კლიენტის თანამოწელება არ არის შეზღუდული და შეიძლება გაცილებით მეითახერხოს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მაქსიმუმ 100,000 ლარს ჩავასხავთ ერთ პროექტში. რაც შეეხება ჯამურ ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე გამოცხადებული ჯამური ბიუჯეტი არის 11 მილიონი ლარი, რომელიც ეტაპობრივად საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება გაიზარდოს 35 მილიონ ლარამდე.